ენერგეტიკის სექტორში უსაფრთხოების სტანდარტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით გაზის სექტორში, სადაც მაღალია რისკები. აფეთქებები, გაჟონები და ტოქსიკური აირების ზემოქმედება საფრთხეს უქმნის როგორც ინდუსტრიულ ობიექტებს, ასევე მოსახლეობას. რატომ არის აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა ბუნებრივი გაზის სექტორში? რა ფაქტორები იწვევს ავარიებს გაზსადენებზე და როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური საფრთხეები? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროთ ჩემი თანაწამყვანი კეთი ბერიკაშვილი, სტუმართან თბილისი ენერგიის ტექნიკური დირექტორის მოადგილესთან გიორგი ლეფსვერძესთან ერთად გვერდება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან კარგი თემას და აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ, რაც თვითონ მომხმარებელს და მოქალაქეს ეხება, განსაკუთრებით, როდესაც უსაფრთხოების საკითხებზე საუბარი, ამიტომ გისმენთ. მოგესალმები მაია, მივესალმები მაყურებელს და მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მნიშვნელოვანი საკითხია ბუნებრივი გაზის სექტორში უსაფრთხოების თემები და ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც მცირე გადაცდომამაც კი შეიძლება მიგვიყვანოს უბედურ შედეგამდე, ხო? არა მხოლოდ მომხმარებლის მხრიდან, არამედ კომპანიის მხრიდანაც, მომსახურე კომპანიის მხრიდანაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის უსაფრთხოების ნორმები, რომელსაც გვთავაზობს ბუნებრივი გაზის მომარაგებისა თუ მოხმარების პროცესში კომპანია. მათ შორის არაგეგმური და გეგმური წვეტების დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმ უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რომელიც მომხმარებელს საბოლოო ჯამში აძლევს უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ მომარაგებას. ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც მინდა რომ გავიხსენო, ყველაზე მასშტაბური გათიშვა, ბატონო გიორგი, 9 თებერვალს ფიქსირდება, როდესაც მოხდა ცენტრალურ მაგისტრალზე, 500 მმ-იან მაგისტრალზე ავარია, რის გამოც 150.000-მდე აბონენტი დარჩა. 4 დღე თბილისი იყო გაზის გარეშე და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სატელეფონო შეტყობინება იყო კომპანიაში შემოსული მაგ 4 დღის განმავლობაში. კი ბატონო, კომუნიკაციაზე აუცილებლად ვისაუბრებთ მომხმარებლის ინფორმირების ნაწილზე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გავამახვილოთ ყურადღება უსაფრთხოების ნორმებზე. რამოდენიმე დღე დასჭირდა, როგორც უკვე თქვი, 4 დღე დასჭირდა კომპანიას იმისთვის, რომ საბოლოოდ დაესრულებინა ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი და ზოგადად რომ ვისაუბროთ აი ამ ავარიაზე, რა იყო ავარიის გამოწვევი მიზეზები, შესაძლებელია რაღაცა სავარაუდო მიზეზები დავასახელოთ და საბოლოო ჯამში ნახოთ რა იქნება რეალური მიზეზი ხომ დადასტურებული. ასევე რა პროცესები და რა სამუშაოები გაწია კომპანიამ იმისთვის, რომ აღდგენილიყო სრულად გაზმომარაგება. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე მინდა დავიწყო პირველი სავარაუდო მიზეზები და რაც ჩვენი შემდგომი ავარიის შემდგომი მოკვლევის შედეგად გამოვლინდა და არაერთხელ გქონდა ჩვენს გამოვლენილი აღნიშნულ ტრაექტორიაზე, სადაც შემოდის ეს არის ბაშილი ჯვრიდან მომავალი გაზსადენი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მაგისტრალური გაზსადენი 500 მმ-იანი. შესაბამისად ამ გაზსადენზე ჩვენს მიერ აღმოჩენილი იყო და აღმოჩენილი იქნა ავარიის შემდგომაც მძიმე ტექნიკის დაკვალევი ტრაქტორის, რომელიც ზემოდან დადიოდნენ მძიმე ტექნიკა, ეგრეთ წოდებული დატვირთული მიწით, დატვირთული საშენი მასალით და არის ძალიან ბევრი ადგილას დაძაბული, ასე ვთქვათ, დაიძაბა ეს მილი, რამაც გამოიწვია მილის გაწყვეტა, ესე ბუნებრივად ეს მილი ესე არ წყდება, არ შეიძლება მილი, ფოლადის მილი უბრალოდ გაწყდეს და ერთმანეთს ყველა ვნახა კადრები დააშოროს პირები, ასე ვთქვათ, დაახლოებით ესეთ მანძილზე იყო 30 სანტიმეტრი, 40 სანტიმეტრის მანძილზე ეს ორი მილი იყო, იმდენად დაიძაბა მილი, აღნიშნული მილი, რომ გაწყდა და ეს გამოიწვია დიდი ალბათობით, გამოიწვია აღნიშნულ ტერიტორიაზე მასიურმა სამშენებლო სამუშაოებმა, ეხლაც მიმდინარეობს, სადაც დარღვევით, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ჩვენს მილზე მძიმე ტექნიკის თავშიც აღნიშნეს სიარული დაზიანება, ზოგად ადგილას მილი საერთოდ მოშიშვლებული აღნიშნული მილი არის მიწის ქვეშა, მაგრამ ძალიან ბევრ ადგილას არის საერთოდ მოთხრილი და მოშიშვებული. ძალიან ბევრ ადგილას 10 მეტრის სიღრმეზე ვიპოვეთ მილი, ზემოდან მოწყობილი არის მიწის საყარი, ესე ვთქვათ, ნაგვის საყარი და დაახლოებით 8 მეტრზე არის ჩვენი მილი. ჩვენ ამ ფაქტის მერე კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახურებთან ერთად ქვეყანაში არსებული შესაბამის სამსახურებთან ერთად აღნიშნული მილი დავიცავით, ასე ვთქვათ, გავაკეთეთ დერეფანი. არ არიან დაუშვათ ვალდებულები ეს კომპანიები, რომ შეგითანხმონ, არიან და არ აკეთებენ, ანუ თუ რა პროცესს დაგვაქვს საქმე. კომპანია აშენებს, ერთ სამშენებლო კომპანიაზე მე არ გავამახვილებ ყურადღებას და არ ჩამოვთვლი ახლა სამშენებლო კომპანიებს, მასიური გადაშენება მიდის აღნიშნული სექტორის და შესაბამისად, ფაქტის სახეზეა, რომ მილი კიდევ ერთხელ აღნიშნავ თვითონ არ წყდება 500 მმ-იანი ფოლადის მილი. ეს არის წინასწარ დაძაბული, იმდენად დაძაბული მილი იყო, რომ მოსახვევში ახლა დეტალები ჩვენ მაყურებელს არ
არ აინტერესებს სად და როგორ გაწყდა ფაქტია რომ დიდი ვარაუდით აი მძიმე ტექნიკის სიარულმა მიწისზედა ზემოდან ნაგვის დაყრა რაც ფაქტია და აღმოჩენილია და 10 მეტრის დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე კომპანიებს თუ აქვს ვალდებულება დაუშვათ და კომპანიებს აქვს ვალდებულება ჯარიმის თუ აი როგორი ფორმაა და ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია გადავეცით შესაბამის სამსახურებს და დაჯარიმდა 1-2 კომპანია ნუ მე არ მაქვს უფლება ჩამოვთვალო და ეს აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო მიიღო შესაბამისი ზომები და მოხდა მათი დაჯარიმება და ამ ფაქტის შემდგომ კიდევ უფრო გავამკაცრებთ ჩვენ ამ აღნიშნული ჭყალებში დერეფნის დაცვას, რითიც შემოდის სამურთალოს ზედავაკის რაიონში გაზი და შესაბამისად რომ კიდე არ განმეორებულიყო და ზედარევლოთ ასე ვთქვათ მაყურებლისთვის გასაგებია და არ გამოიწვა კიდე ერთხელ თუ მოხდა შეიძლება მეორეჯერ მესამეჯერაც მოხდეს და ეხლა ჩვენ ველოდებით გათბობის სეზონის დასრულებას და შემდგომ რა თქმა უნდა უკვე კაპიტალურად უნდა მივიღოთ ზომები რომ შემდგომ ზამთარს უკვე შევხვდეთ ისე მომზადებულები რომ აღნიშნული ფაქტი აღარ სანერვულო კონდეს არც ჩვენ და არც ჩვენ აბონენტებს და ასე შემდეგ და რაც შეეხება საფრთხების ნორმებს ხო მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით მე მესმის რომ ძალიან ბევრ თქვენს მაყურებელს ჩვენ აბონენტს აღნიშნული არ ესმის და ორი სიტყვით აქვს და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე რატო არ შეიძლება გამორთვის შემდგომ ბუნებრივი აირის ჩართვა პირდაპირ ასე ვთქვათ როგორც ირთვება მაგალითად ელექტროენერგია როგორც მოდის დაწყვეტის შედეგად სასმელი წყალი თავისი პროცედურა უსაფრთხოებიდან გამომდინარე შესაბამისად ჩვენმა თანამშრომლებმა მე იმ კითხვას გავაერთიანებ თქვენ ორ კითხვას და აღდგენას დაჭირდა დაახლოებით 12-14 საათი აღნიშნული ბილი რომ გაგვემთლიანებინა მე მინდა არ ვილაპარაკო ტექნიკური ერი და მინდა რა თქმა უნდა თქვენი მაყურებლის დასრულდა 10 თებერვალს დაახლოებით 12-14 საათი დაჭირდა რომ აღვედგინა რაღაც ბუნებრივი აირის ჩართვა თქვენს მოგეხსენებათ არის 150,000 ოჯახი იყო გათიშული 1000-ობით აბონენტი და 100-ობით კორპუსი 1000-ობით კორპუსი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სექტორი ბუნებრივი აირის ჩართვა ხდება შემდეგნაირად. მინდა რომ გაიგო და ნუ შემდგომში ციცოდე, როდესაც კიდევ თუ გაითიშა ბუნებრივი აირი. ჩვენი თანამშრომლები მიდიან თითოეულ კორპუსში, კეტავენ თითოეულ ონკანს, რომლებიც აბარაკებს. მაგალითად, 3 ოთახიას, 2 ოთახიას, 1 ოთახიას. 3 ოთახიას ცალკე კეტავენ, 2 ოთახიას ცალკე, 1 ოთახიას ცალკე. მოდიან, ხდება გადაკეტვა. აბსოლუტურად 150,000 აბონენტი სადაც ცხოვრობს, ყველა კორპუსის დაკეტვა, ანუ ადამიანური ფაქტორი უნდა მივიდეს დაკეტოს, წამოვიდეს. შემდგომ, როდესაც ხდება უკვე დატვირთვა ბუნებრივი აირით ქსელის, ანუ როცა შემოუშვით ბუნებრივი აირი და მოხდა დატვირთვა მთლიანი ქსელის, გაზი აღარ იყო ამ ქსელში სრულიად ცარიელი იყო, დაცლილი იყო აღნიშნული ქსელი. ამ დატვირთვასაც რა თქმა უნდა თავისი დრო ჭირდება, მაგრამ ნუ ყველას დიდი დრო მიაქვს დაკეტვას. შემდგომ ისევ იგივე თანამშრომლები მიდიან ისევ ამ თავის მიერ დაკეტილ ონკანებთან და სპეციალური მანომეტრით, რომელიც სიმკვრივეზე და ამოწმებს და გაჟონვა რო არ იყოს, ანუ აღნიშნულ ქსელში, ანუ ვინმეს არ ქონდეს დარჩენილი მეზობელს გასქურა. ისე მინდა ვიხმარო ისეთ სიტყვები, რომ გაიგონ, აი 3 ოთახიაში ვიცხოვრობთ, თქვათ 8 სართულიაში, ხო შეიძლება ბუნებრივი აირი გაითიშოს და რომელიღაც თქვენ მეზობელს გასქურის კამფორა დარჩეს ღია, მოშვებული. ჩვენ რო პირდაპირ გაზი შეუშვათ აღნიშნულ კორპუსში, რა თქმა უნდა, იქიდან პირდაპირ გაზი გამოვა და მოხდება უბედური შემთხვევა, პატარა პროვოცირება უნდა, სულ დაპერწკალი, რა თქმა უნდა, მოხდეს აფეთქება. სწორედ მაგიტომ იბერება მანომეტრით, რომ შემოწმეს ჰერმეტულობაზე აღნიშნული ქსელი რამდენად ჰერმეტული აღნიშნული ქსელი და რამდენად ყველას დაკეტილი აქვს. ჩვენ კი ვაფრთხილებთ ყველა აბონენტს, რომ ალბათ თქვენც ხშირად მოგხსნიათ ჩვენი მესიჯი გთხოვთ იქონიათ ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში. ციტირებ აღნიშნულ არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ გთხოვთ იქონიოთ ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში. იმიტომ რომ ქსელი იყოს ჰერმეტული და მოხდეს ყველანაირი უბედური შემთხვევების გამორიცხვა და მაგრამ მაინც ვერ ვენდობით და არ შეიძლება ნდობა, რა თქმა უნდა, როცა 150,000 კი არა, 20,000 აბონენტის გათიშვაზე როცა არის და 1000 აბონენტის და შემდგომ უკვე ყველა ჩვენი თანამშრომელი სათითაოდ გარს ამოწმებს, რამდენად ჰერმეტულია. ხშირ შემთხვევაში არ არის ჰერმეტული და ეხლა ამ ბოლო გათიშვაზე თქვენ აღნიშნეთ 4 დღე და მე-4 დღეს დაგვრჩა ზუსტად ისეთი კორპუსები წერტილოვნად, სადაც დარჩენილი ქონდათ გათიშვის დღეს მოხმარებთა კომუნიკაცია ზოგი აი ერთ მაგალითს მოყვები ბაკურიაში იყო წასული მოგვიწია ჩამოყვანა იმიტომ რომ მეზობლებს უნდა ჩაგვერთო გაზი და სახში ხოდა კამფორაღია ჩვენ რო გაზი შეგვეშვა ნუ რა თქმა უნდა უბედური შემთხვევა აი ასე დროს ეს არის ბატონი ძალიან კარგად ახსენეთ ხეს ყოფილი აქ შემოდის კიდე რამდენიმე დეტალი ერთი მაგალითად თანამშრომელთა რაოდენობა რამდენად ყავთ საკმარისი რაოდენობის თანამშრომელი რომ ასეთი მოცულობის დაუშვათ პრობლემას
უფრო სწრაფად მოგვარება რამდენად შესაძლებელი იყო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ კეთისაც ქონდა და დავუშვათ კომისიაშიც იყო ასეთი შემთხვევები ზარები თქვენთანაც იქნებოდა როდესაც ერთ ქუჩაზე ერთი корпуსი იყო ჩართული მეორე არ იყო ჩართული აი ეს რა ფაქტორებით არის განპირობებული და რას უკავშირდება ბოლოდან დავიწყებ ქუჩაზე ერთი корпуსი იყო ჩართული და მეორე არ იყო ჩართული პირველი ფაქტორი ის корпуსიც უნდა დაკეტილი იყო ინდივიდუალურად ყველა ონკანი და უნდა მისულიყო ადამიანი ყველა ონკათა შემოწმებინა ის აყოლება ასე ვთქვათ დგარი რამდენად ჰერმეტული იყო და ჩაერთო ჯერ 3 ოთახიანი მერე შეამოწმებს ჩართავდა 1 ოთახიას მერე ჩართავდა 2 ოთახიას ნუ სტანდარტულ корпуსებზე ვიძახი როგორც არის სტანდარტულად ის პირობითად ვიძახი და რაც შეეხება გათიშვას ჩვენ კომპანიას 150,000 აბონენტი არასოდეს არ გათიშვია. ყველაზე მაქსიმალური გათიშვა დაგეგმილი დავარქვათ, ალბათ ავარიული არ აქვს მნიშვნელობა აბონენტი მაინც აბონენტია და ეთიშება ბუნებრივი აირის მიწოდება, ქონია 30,000-მდე აბონენტი ერთდროულად, რომ გაგთიშვოდა და ჩართვას 24 საათში ვაანონსებთ ხოლმე, როდესაც ითიშება 30,000 აბონენტი, ჩვენ ვიღებთ იგივე სებეკის წესები და გამომდინარე 24 საათზე 24 საათში აღუდგებად გაზის მიწოდება და შესაბამისად აქ იყო გათიშული 5ჯერ 30,000 ანუ 150,000 და ჩვენს მიერ მოხდა ჩართვა 3 დღეში მაგრამ ამ 3 დღიდან 12 საათი დაგჭირდა რომ ბუნებრივი აირით შეგვევსო და დაგვეტვირთა ქსელი და ნუ ფაქტიურად 2 დღეში მასა დიდი მასა ძალიან დაახლოებით 95% 97% იყო აღდგენილი მაგრამ მეცაც გეტყვით მე-5 დღესაც დაგჭირდა მისვლა და მე-6 დღესაც იმიტომ რომ ნუ არ იყო ადამიანის სახში რომელსაც დარჩა მოშვებული ონკანი და ფიზიკურად ვერ უშვებდით იქ გას იმიტომ რომ იმის სახში გამოვიდოდა ბუნებრივი აირი პირდაპირ მოშვებული ონკანიდან და მოხდებოდა გაჟონვა გასაგები ამ ავარიასთან მიმართებაში ძალიან საინტერესო იყო და ყურადღება მისაქცევია მომხმარებელთან კომუნიკაციის ნაწილი როგორც სემექში ასევე ენერგოომბუდსმენის სამსახურში და ზოგადად სოციალურ ქსელშიც დაფიქსირდა მომხმარებლის მხრიდან არაერთი პრეტენზია მასთან დაკავშირებით რომ ვერ ხერხდებოდა თქვენთან კომპანიასთან ცხელხაზზე დაკავშირება ინფორმაციის მოწოდება და ასევე თქვენგან ინფორმაციის მიღება მისული SMS-ები რომელიც გათიშვას და აღდგენას უკავშირდებოდა არ შეიცავდა კონკრეტულ ინფორმაციას იმ ზუსტ დროსთან დაკავშირებით რომელიც აღდგენის ზუსტ დროს შეეხებოდა ხო მომხმარებელს უწევდა მთელი დღის განმავლობაში სახლში ყოფნა ძირითად შემთხვევაში თუმცა ამ დროს ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგენის პროცესი არ ხდებოდა რა იყო გამომწვევი მიზეზი და როგორ აფასებს კომპანია აი ამ მომხმარებელთან კომუნიკაციის ნაწილს იყო თქვენი აზრით ხარვეზები თუ ეს იყო ვთქვათ რაიმე ფორს მაჟორიდან გამოწვეული შემთხვევა რა თქმა უნდა ერთი სიტყვით დავარქვევ ეს იყო ფორს მაჟორიდან გამოწვეული მე მინდა თავშივე ვთქვა რომ იყო დაახლოებით 26,000 სხვადასხვა ინფორმაცია შემოსული რა თქმა უნდა პირველი კითხვა იყო რაც აღნიშნეთ როდის აღდგება ბუნებრივი აირის მოწოდება და მე მინდა გითხრათ რომ 26,000-ზე შემდგომ გავაკეთდა რეაგირება და უყურადღებოთ არც ერთი მომხმარებელი არ დარჩენილა ჩვენ 112-დანაც ვიღებდით უამრავ შეტყობინებას ადამიანი რომელიც ვერ ახერხებდა 114-ია ჩვენი საავარიო ტელეფონი და 240-40-04 რომელიც ვერ ახერხებდა რეკავდა მე 112-ში და ჩვენ 112 გადმოგცემდა სებეკი გადმოგცემდა რა თქმა უნდა უამრავი ზარი შედიოდა სებეკში და სებეკიდან მოდიოდა ჩვენთან ზარები მაგრამ ჩვენ ყოველ საათში ერთხელ ასე ვთქვათ ვანახლებდით ჩვენ ვებგვერდზე ჩვენ Facebook გვერდზე და სოციალურ მედიაში ინფორმაციას თუ რა ხდებოდა და რა თქმა უნდა მე დაგეთახმებით 150,000 აბონენტი მე თავში ცვახსენე არ გაგვთიშვია არასდროს 30,000-ზე მეტი არ გაგვთიშვია რა თქმა უნდა შეფერხება იყო იმიტომ რომ სულ ყველა რეკავდა აბსოლუტურად ანუ ყველა აბონენტი და ცხელი ხაზი რა თქმა უნდა 150,000 ზარს პარალელში ვერ მიიღებს ბუნებრივი ვერც ერთი ცხელი ხაზი მე არ ამგონი ხა კარგად ვერ ყვევი ასე ვთქვათ ამ თემაში და შესაბამისად მე მადლობები და მოუხადო იმ სამსახურებს ვინც ჩამოთვალე ეს იყო სემეკი ეს იყო 112 რომლებიც ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ ჩვენთან და შიდა ხაზებით ასე ვთქვათ გადმოგცემდნენ ყველა იმ აბონენტის ზარს და მე ჩვენ გახდებოდა უკუკავშირი მე მინდა კიდე ერთხელ ხაზი გაუსვა რომ უკუკავშირი მოხდა ყველა აბონენტთან ვინც ვერ მოახერხა ჩვენთან ზარის განხორციელება და კონკრეტულად ჩვენი ოპერატორისგან ინფორმაციის მიღება მაინც მოხდა უკუკავშირი აბსოლუტურად მაგაზე პასუხისმგებლობა სრული პასუხისმგებლობით ვიძახი ყველა აბონენტთან
ძალიან კარგი და შეგვიძლია იმის თქმა, რომ დაუშვათ ამ ტიპის პრობლემებთან სამომავლოდ მზად არის კომპანია იმისთვის, რომ აი თუნდაც ეს ხარვეზები, რომელსაც ახლა ვსაუბრობთ, აი ამ ტიპის ხარვეზებსაც ისე გაუმკლავდეს, რომ დაუშვათ არ დაჭირდეს პირობითად 4 და თუნდაც მეტი დრო. მე მინდა გითხრათ, რომ 150,000 აბონენტი. იმედი მქონიათ, რომ აღარასდროს გაიგიშება 150,000 აბონენტი. მე მინდა გითხრათ, რომ 150,000 აბონენტი. კიდევ თუ მოხდა, იმედი აღარ მოხდება და მე თავში აღვნიშნე, რატომ არ მოხდება და როგორ ვიცავთ ამ ზომებს და თუ კიდევ მოხდა და 150,000 აბონენტი გაითიშა, მე რაც აღვნიშნე, რა თქმა უნდა, სრული გადაჭარბების გარეშე ვიძახი, იმიტომ არა, რომ მე ამ კომპანიის წარმომადგენელი ვარ, 2 სრულ დღეში ისევ დაგჭირდება 2 სრული დღე რო ჩავთოთ. ან 3 ერთ დღეში რა თქმა უნდა გაცილებით მობილიზებულები ვიქნებით, მაგრამ მაინც 150,000 აბონენტს იმიდან გამომდინარე, რაც მე მოუხდები თუ როგორ ხდება ბუნებრივი გაზის აღდგენა წყლისგან და ელექტროენერგიისგან განსხვავებით 2-3 დღე თუ კიდევ მოხდა აღნიშნული ფაქტი, მაინც დაგჭირდება, რომ ამ სტილით და ამ უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდეს ბუნებრივი აირის აღდგენა. კი ბატონო. გასაგებია. ბატონო გიორგი და გარდა ამ კონკრეტული ფაქტისა, ზოგადად კომპანიის სხვა მიმართულებებზეც რომ ვისაუბროთ, ალბათ მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება. თუნდაც ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიამ რა პროექტები განახორციელა იმისთვის, რომ მომხმარებელმა საბოლოო ჯამში მიიღოს ხარისხიანი მომარაგება, ხო? საინვესტიციო მიმართულებით, როგორც მე გავეცანი თქვენს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, ძირითადად არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, ასევე მომსახურების ნაწილში იგივე თუნდაც ცხელი ხაზის მიმართულებით და ზოგადად კომუნიკაციის მიმართულებით, 114-ის მიმართულებით ხო? განხორციელებული პროექტები, აი რომ შეაჯამოთ ბოლო 3 წელი რა გააკეთა კომპანიამ, რა საინვესტიციო პროექტები განახორციელა. მე მინდა გითხრათ, რომ წელიწადში საშუალოდ ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება 55-60 მილიონი ლარის ინვესტირება, რა თქმა უნდა, უმეტესი წილი მიდის ამორტიზირებულ გაზის ქსელის რეაბილიტაციაზე. ჩვენ ქალაქის მერიასთან ერთად ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ, სადაც ქალაქის მერიის მიერ ხორციელდება არაერთი პროსპექტის გამზირის ქუჩის რეაბილიტაცია, სრული მოწყობა, იქ აუცილებლად ჩვენს წინასწარ რა თქმა უნდა არის კომუნიკაცია ჩვენ სამსახურებს და მერიის სამსახურებს შორის და წინასწარ დაგეგმილი ვიცით უკვე ამ წელს 2025-ში, 2024-შიც რა ინვესტიციები ჩაიდებოდა ჩვენი მხრიდან და რომელი ქუჩების რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა ქალაქის მერიას. რა თქმა უნდა ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ და ყველა ქუჩაზე, რომელ ქუჩაზე თქვენ დღეს ხედავთ, ანუ ჩვენი მაყურებელი ხედავს, რომ მიმდინარეობს ქალაქ თბილისის მერიის მიერ ქუჩის რეაბილიტაცია, აუცილებლად იმ ქუჩაზე მიმდინარეობს ჩვენი ძველი ამორტიზირებული ქსელის შეცვლა ახალი თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ქსელის. რა თქმა უნდა ეს აუმჯობესებს გაზმომარაგებას, რა თქმა უნდა ეს ქსელები შედება შემდგომი პერსპექტივით, იმიტომ რომ ვიცით რომ განაშენება მიდის ჩვენს დედაქალაქში, მასიური განაშენება მიდის და შედება პერსპექტივით, ანუ ის დიამეტრი მე მინდა გაიგოს ყველამ, რაც იყო არსებული, ჩადებული 20, 30, 40 წლის წინ იცვლება უფრო დიდი დიამეტრით, რომ შემდგომი პერსპექტივა იყოს გათვალისწინებული, რათა ბევრი აბონენტი დაერთდეს და არ იყოს ასე ვთქვათ დაბალი წრევის ბჭყალებში პრობლემა, რაც არის ხოლმე იშვიათად, მაგრამ არის და შესაბამისად რა თქმა უნდა განახლება ხდება ჩვენი ავტოტრანსპორტის, ჩვენ სრულიად განვაახლეთ 114 ჩვენი საავარიო სამსახური ავტოტრანსპორტი, რომელიც ნებისმიერ თქვენ და 24/7 საათზე 24/7-ზე მუშაობს 7 დღეზე და ნებისმიერ ზაზე ვალდებულები ვართ 20 წუთი, 9 საათი ვიღებთ ვალდებულებას, რომ დაუყოვნებლივ მივიდეთ ნებისმიერ ჩვენ აბონენტთან და მოვემსახუროთ. განახდა სრულიად IT, ჩვენი IT სამსახური მთლიანად განახდა სერვერები, სასერვეროები და მიმდინარეობს. დაახლოებით წინასწარ გვიმტკიცებს სემეკი აღნიშნულ საინვესტიციო პროგრამას და შემდგომ რა თქმა უნდა მონიტორინგსაც გვიწევს. დაახლოებით 55-დან 60 მილიონ ლარამდე ჩაიდო ბოლო 3 წელიწადში. თითოეულ წელიწადში იდებოდა 55-დან 60 მილიონ ლარამდე და წელსაც გამიზნული არის 55 მილიონი ლარის ფარგლებში ინვესტიცია. კადრების დაუშვათ გადამზადების პროცესი როგორ მიდის და ამ ნაწილში როგორი სურათი გვაქვს? რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჩვენი შიდა სამსახური უშუალოდ, რომელიც კადრების გადამზადებაზეა ორიენტირებული სასწავლო ცენტრი, ჩვენი თბილისი ენერგოკომპანია თბილისი ენერგიის სასწავლო ცენტრი, სადაც ნებისმიერი ჩვენი ახალი კადრი, ჩვენი ღია, ჩვენი ვაკანსიები გამოცხადებულია სოციალურ ქსელებში, ცხადებთ, ჯობჯიზეც იდება ნებისმიერ საიტზე, რომელიც აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობს და შესაბამისად ჩვენი კადრები თუ ეს იმდენად სპეციფიური
თემაა ბუნებრივი აირით მომარაგება, რომ რა თქმა უნდა თუ კადრები არ გადაამზადე, ხო ისე პასუხისმგებლობა შეუძლებელია, ისე მუშაობა შეუძლებელია, ეს კონკრეტული მიმართულება, სპეციფიური თემაა და რა თქმა უნდა მიმდინარეობს კადრების მუდმივი გადამზადება. ბატონ გიორგი, მინდა გითხრათ დანადგარებზე, რომელიც მომხმარებლის მხრიდან ხშირად არის ხოლმე პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ მართალია შიდა ქსელი მომხმარებლის პასუხისმგებლობის ნაწილს წარმოადგენს, თუმცა სემეკის გადაწყვეტილების და რეგულაციის შესაბამისად კომპანია ყოველწლიურად ამოწმებს იმ დანადგარების გამართულ მუშაობასა და მის შესაბამისობას სტანდარტებთან, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული. ხო, ძალიან ხშირად, ალბათ ყველას გვსმენია შემთხვევა, როდესაც კომპანიის მხრიდან გაჟღერებულა ინფორმაცია, რომ ჩვენ ჩავხსენით ამდენი ეგრეთ წოდებული მკვლელი დანადგარი. კიდევ რანაირად შეიძლება რომ ასეთი ამორტიზებული ან ვადაგასული ან არა თანამედროვე ტექნოლოგიისთვის შესაბამისი და უშუალოდ ეს დანადგარები კვლავაც იყოს. იშვიათად მაგრამ ხდება. ხდება ხო? და ხდება ისიც ხშირად რომ მიუხედავთ იმისა რომ თქვენ ჩახსნით ხოლმე ქსელი და კომპანია შემდგომ თვითნებურად ხდება მიერთება. ძალიან ბევრი შემთხვევა დამთავრებულა ძალიან ცუდი შედეგით, ფატალურად. განახლებული სტატისტიკა თუ არის ამ მიმართულებით და დღეს რა მდგომარეობა ამ ნაწილში? მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 5 წელია მედიასთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ, ანუ რა თქმა უნდა სემეკის რეგულაცია, როგორც აღნიშნეთ, ისედაც გავალდებულებს წელიწადში ერთხელ თითოეული ჩვენი აბონენტის შიდა გაზმომარაგების ქსელის და დანადგარების შემოწმებას, რასაც ვახორციელებთ და 1 მარტიდან 1 მარტამდეა კანონი ზუსტად ესე, ანუ კალენდარული წელი ვიწყებთ 1 მარტიდან და მომავალი წლის 1 მარტამდე ჩვენი ყველა აბონენტის შიდა ქსელი უნდა შევამოწმოთ. კანონი არის ესეთი. კანონი გავალდებულებს. ამ მუშაობამ, რასაც აი მედიასთან, აი გადაჭარბების გარეშე, სრულიად გახსნილად გეუბნებით, გამოიღო უზარმაზარი შედეგი, აი ყოველდღიურმა არაერთხელ მოგისმენიათ თქვენი ტელევიზიითაც არაერთხელ გამოიჟღერებია და ძალიან ბევრი სიუჟეტი მომზადებულა ჩვენს სახლში ამ წლების მანძილზე წელიწადში ერთხელ თითოეულ ჩვენ აბონენტთან სახლში მისვლამ. ამ პროპაგანდამ ასე ვთქვათ, რომ ცუდია ეს დანადგარი, არ მოიხმარო ტელევიზიით, გამოიწვია ის შედეგი, რომ უკანასკნელ 5 წელიწადში რადიკალურად შემცირდა ითქვე, რაც აღნიშნეთ იმ კვლელი დანადგარების რაოდენობა, შემოწმების შედეგად სტატისტიკურად ძალიან შემცირდა ამ რაოდენობა ჩვენს აბონენტებთან დარჩა, მაგრამ შემცირდა უმეტესობა სტატისტიკამ გამოკვეთა, რომ დაგვრჩა ნაქირავებ და ნაგირავებინებში და ნუ მაგასაც აქვს თავის ლოგიკური ახსნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი აბონენტი, რომელსაც უნდა ბინის გაქირავება, ყიდულობს იაფასიან დანადგარს, რომ თავარია ანახოს მომავალ მეიჯარეს, რომ აი მე წყალი და ცხელი წყალი არის ბინაში. აღარ უყურებენ იქ ეს დანადგარი მკვლელია, თვითნებურად ამონტაჟებენ და ასე უკანასკნელი 22 გარდაცვალებიდან, რაც ამ 5 წელიწადში მოხდა, მე უბრალოდ ამ წლების ჭრილში ვიღებ სტატისტიკას, 21 იყო ნაქირავები ბინაში. ნუ აქედან გამოიკვეთა ნაქირავები მე ჩვენ არაერთხელ მოგვიწოდებია ყველა აბონენტისთვის გადავალ ცოტა, მაგრამ ძალიან საჭირო თემაა და ძალიან აქტუალური დღეს. ნებისმიერ აბონენტს კიდე ერთხელ მოუწოდები ისარგებლოთ თქვენი ეთერით, რომ ვიც ქირაობს, ანუ უკვე ცხოვრობს ნაქირავები ბინაში, უფასოა აღნიშნული შემოწმება, აუცილებლად მოგმართოს 240-40-04-ზე და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მივალთ ან შევამოწმებთ და აღარ იქირავებს გამოსწორებამდე, ან გამოვასწორებინებთ და ასე შემდეგ. აღნიშნულ პრობლემას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მართლა ძალიან მადლობა იქით თქვენი სტუმრობისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი შევეხეთ და მომავალში სიამოვნებით გიმასპინძლეთ ბიზნეს პარტნიორები პირდაპირ ეთერში, კეთის 2 კვირით ვემშვიდობებით და წარმატებებით თქვენს და თქვენს აბონენტებსაც. ასეთი იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს, მე და თქვენ ერთმანეთს პროექტის ფარგლებში ხვალ შევხვდებით. მშვიდობიანი დღე, ნახვამდის.